ბედნიეროდ თქვენც აღნიშნეთ, რომ მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა ეს სტიქია იყო ფაქტიურად გამეორება 49 წლის წინანდელი სტიქიის, მაშინაც იგივე ხევი ადიდდა, მაშინაც იგივენაირად გადმოვარდა, თუმცა მაშინ სამწუხაროდ მსხვერპლი მოყვა და რა არის ახლა სტიქია ყველგან ხდება ფაქტიურად, ხო, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერ ქალაქში, მაგრამ ამ სტიქიის შემდეგ პასუხისმგებლობა იკვეთება ორი პასუხისმგებლობა ხელისუფლების. პირველი ის რამდენად ოპერატიულია სტიქიის აღმოფხვის პროცესში და მეორე რამდენად პრევენცია აქვს გატარებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ეს სტიქია არ მომხდარიყო და თქვენ მაგით დაიწყეთ. თელავის ხევი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ნებისმიერ თელაველს რო უკითხოთ, განსაკუთრებით უფროსი ასაკის წარმომადგენლებს, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ღვარცოფული ხევი და ამის საშიშროება მუდმივად იყო თელავში და მუდმივად არის თელავში, რომ შეიძლება ეს ხევი ადიდებულიყო. კომუნისტების პერიოდიდანაც გაკეთდა იქ რაღაც დამბები, რომელიც დამბებიც ამ ყველაფრის შემაფერხებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ დამბებს სისტემატურად ჭირდება მოწესრიგება იქ, რომ რაღაცეები არ ჩაიღერხოს, რომელიც შემდეგ შეიძლება დაგუბების საფუძველი გახდეს და ასევე ის რაც განვლილ სტიქიებზე ჩვენ ვიხილეთ, ხო, გუბედურება რაჭა და ასევე სხვა სტიქიები, სადაც იყო იმაზე საუბარი, რომ განგაშის სიგნალით მდგარიყო, რომელზეც პასუხისმგებელი უნდა იყოს ხელისუფლება და ამ განგაშმა მოგცეს იმის საშუალება, რომ პრევენცია გატარდეს, წამიერი, წუწიერი, რა ვიცი, პრევენცია გატარდეს ისეთი, რომელმაც შეიძლება ნაკლები დაზიანება მიიღოს. სულ ცოტა იქ რომ სისტემატურად ყურადღება ყოფილიყო მიქცეული, სულ ცოტა ასეთი მასშტაბის მაინც არ იქნებოდა, თუ მთლიანად თავიდან არიდება არ იქნებოდა და შესაძლებელი. ამაზეა საუბარი უბრალოდ. ის რომ დღეს დგანან და მუშაობენ, რეალურად ესეა მუშაობენ, მე თვითონაც ადგილზე ვიყავი მთელი დღის განმავლობაში, ტექნიკა მუშაობს, კალაპოტი იწმინდება, მაგრამ რატომ მივედით აქამდე, ეს არის მნიშვნელოვანი. გარდა ამ ყველაფრისა, ის რომ სტიქიას შეიძლება ზიანი მიეყენებინა, რამდენად დიდი შეიძლება იყოს ზიანი, იქიდან არის კიდე განსაზღვრული, თუ რამდენად რეალური განაშენიანების გეგმა არსებობს ქალაქში. როდესაც ქალაქში, სადაც მუშავდებოდა ქალაქის განაშენიანების გეგმა, სადაც იყო განსაზღვრული, სად მრავალსართულიანი კორპუსი უნდა ყოფილიყო, სად მცირე სართულიანი კორპუსი უნდა შენობა უნდა მდგარიყო, ეს ყველაფერი ფაქტიურად აღარ მუშაობს და ესე გაიცემა ნებართვები, გაცემულია ნებართვები ასევე იმ კალაპოტში, რომელი კალაპოტიმაც ვერ გაატარა დღეს წყალი, წუხელ ვერ გაატარა წყალი და აი ეს წყალდიდობა გამოიწვია, იმ კალაპოტში არის გაცემული მშენებლობის ნებართვები და იქ არის სავაჭრო ობიექტები. დღეს გადაკეტილია ის ადგილი, იმიტომ რომ მთლიანად გამორეცხილია საძირკველი და შეიძლება ეს შენობები ჩამოინგრეს. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩასაფრებულის პოზიციიდან ნამდვილად არ საუბრობთ და არც არის ეს ჩვენი სტილი. ჩვენ გამოგვიცდია ჩასაფრებულის პოზიციიდან მოსაუბრე ქართული ოცნება, მაგალითად 2012 წელს, როდესაც ქალაქში სტიქია მოხდა, მაშინ სახურავები გადახადა არა მარტო ქალაქში, ძალიან ბევრ სოფელში, თელავის მუნიციპალიტეტში. სახურავები გადახადა ძლიერმა ქარმა და უკან დავყვებოდნენ მაშინ ქართული ოცნების წარმომადგენლები ოჯახებში შედიოდნენ და აკეზებდნენ მათ, რომ თითქოს ხელისუფლება მათ ამ პრობლემას არ მოუგვარებდა და აი ბიძინა ივანიშვილი მოევლინებოდა ქვეყანას და ის მოაგვარებდა ამ ყველაფერს. ასეთ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ამ შემთხვევაში როგორც ოპოზიციას, ვიდრე იმ ხელისუფლებას, რომელიც აი ესეთი პრინციპებით და აი ესეთი საქმიანობით მოვიდა ხელისუფლებაში. ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ სტიქიას ჭირდება პრევენციული ღონისძიებები, რომელი პრევენციული ღონისძიებებიც სამწუხაროდ არ ტარდებოდა. 2015 წელს არის, როგორც მე ინფორმაცია მაქვს, ბოლოს ის დამბები და ის ადგილი, საიდანაც ეს ყველაფერი წამოვიდა, ბოლოს 2015 წელს გაიწმინდა და ასევე არ მიმდინარეობდა იმ ხევის გაწმენდითი სამუშაოები, სანამ ეს ხევი ქალაქამდე ჩამოვიდოდა და დღეს ვნახეთ, რომ მთლიანად ეს ღვარცობი ჩამოტანილია ქალაქში, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ის ინფრასტრუქტურა, რომელშიც ხალხის ფულია დახარჯული, დაზიანებულია საავადმყოფოები, ავერსის კლინიკა, ევექსის კლინიკა, რომელშიც ფაქტიურად დღეს მომსახურებას ვერ გაუწევენ პაციენტს. რამე რომ მომხდარიყო ღმერთმა დაგვიფარა და რამე რომ მომხდარიყო ადამიანები დაზიანებულიყვნენ, საავადმყოფოშიც კი ვერ მოხერხდებოდა მათი მიყვანა, იმიტომ რომ თვითონ საავადმყოფოები იყო ღვარცოფისგან დატბორილი. კი ბატონ გიორგი, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს ფაქტორები, რაც ჩამოთვალეთ, წლების მანძილზე ისმოდა, სხვადასხვა კვლევაში იყო ასახული, ადგილობრივი მოსახლეობა ხომ ამბობდა, სატელევიზიო სიუჟეტებიც კეთდებოდა ამ საკითხზე მათ შორის ჩვენთან, თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, სერიოზული
სერიოზული პრობლემაა ამ ქვეყანაში პრევენცია მსგავსი მოვლენების სტიქიის შედეგების თავიდან აცილებისა, რომ ვისაუბროთ ამის ანატომიაზე, რა განაპირობებს იმას, რომ მიუხედავად წინასწარ არსებული ყველა ნიშნისა, სპეციალისტების შეფასებისა, მაინც ვერ ხერხდება ამის აღმოფხრა ან პრევენცია. რომ ვისაუბროთ იმ სისტემურ კორუფციას, არაკომპეტენტურობა, ზოგადი გაუმართავობა, რას მივყავართ ასეთ შედეგებამდე? ყველაზე ნაკლებ შემთხვევაში ვერ ხერხდება, თორე უმეტეს შემთხვევაში არ ხერხდება, იმიტომ რომ არ არის ინტერესის საგანი. თავარი ინტერესის საგანი არის დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის, რომელსაც ისინი აღიარებენ ფაქტიურად ხო, რომ კორუფცია, რომელიც მძვინვარებდა და მძვინვარებს. ვითომ კორუფციასთან მებრძოლი ბოლო 2 წლის განმავლობაში რომ მოგვევლინა ხო, ერთ-ერთი კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენელი. ეს კორუფციასთან ბრძოლა ამათვის არის მოჩვენებით მეტი არაფერი, თორე თავიდან ბოლომდე ჩაფლული არიან კორუფციაში და ამას აღიარებენ და ამას აღიარებს ფაქტები. დღეს ციხეში შედან პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რა ვიცი, ის ადამიანები, ვინც პირველ რიგში პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყვნენ ხალხის კეთილდღეობაზე, ხალხის უკეთეს მომავალზე, გაღარიბებული ხალხის სიღარიბიდან გამოყვანაზე. პირიქით, ეს ადამიანები დაკავებულები იყვნენ და არიან ამ ხალხის ფულის მოპარვით. არა იმისთვის, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნოს და თუნდაც ესეთი სტიქია თლად შეიძლება ვერ აღმოფხვრას, მაგრამ რაღაცნაირად მაინც შეამციროს, რომ ამხელა მასშტაბი არ კონდეს სტიქიას. არა, ისინი დაკავებულები არიან საკუთარი ჯიბის გასქელებით და იმ მოპარვით, ფულის მოპარვით, რომელიც ფულიც ყოველდღიურად ხალხს უნდა ხმარდებოდეს და ხალხის კეთილდღეობას უნდა ხმარდებოდეს და არა მათ გამდიდრებას.